ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში შევიტანეთ 2026 წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი. 2026 წლის ბიუჯეტის ჯერ ისევ პროექტის მოცულობა, მისი პრიორიტეტები, რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლითაც წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელს უკვე დაუბრუნა ფისკალური დოკუმენტი ჩასასწორებლად. ეს გახლდათ გადაცემის თემა, რომელზედაც როგორც საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლებმა, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა პავლე ჭყონია და კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილმა ისაუბრეს. როგორც მოწვეულმა სტუმრებმა განაცხადეს 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ნუსხაში სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები მთავარ ადგილს იკავებენ და გასულ წელთან შედარებით მათი მოცულობა, ისევე როგორც მთლიანად ოზურგეთის ბიუჯეტი იზრდება. 2026 წლის ბიუჯეტი 4 მილიონის ფარგლებში არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან და 47 მილიონ 407,000 ლარით განისაზღვრება. ძირითადი პრიორიტეტები რაც არის, ეს არის ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, სოციალური პროგრამები და ეკონომიკური განვითარება. ძირითადი გადასახადები, ასე ვთქვათ, რითაც ვაკომპლექტებთ, ასე ვთქვათ, შემოსავლებს, ეს არის დამატებული ღირებულების გადასახადი, რასაც ფინანსთა სამინისტროს პროგნოზირების შესახუძველზე გვეგმავთ და აგრეთვე ქონების გადასახადი, რომელიც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის, ასე ვთქვათ, გაზრდილი. პირველი და განსაკუთრებული მახასიათებელი საერთოდ ბიუჯეტისა რაც არის, ეს არის მისი მოცულობა. მოცულობა ცალსახად უნდა ითქვას და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არის გაზრდილი. ბატონო პავლემ ძალიან დაასახელა ციფრი 4 მილიონ 7,000 ლარის მოცულობით არის გაზრდილი. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. შესაბამისად პრიორიტეტებიც დასახელებული იქნა ჩვენ აბსოლუტურად თანხმდები გვაქვს პრიორიტეტების თემაში. თითქმის ყველა პრიორიტეტი იქნა გაზრდილი. გარკვეული რეკომენდაცია გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ინფრასტრუქტურაში გარკვეული მოცულობების ზრდაზე, უბრალოდ მოცულობა აღნიშნული მოცულობის დაკონკრეტება გვინდა და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ცალკეული ქვეპროგრამების დონეზე გაზრდილი იქნას ცალკეული ქვეპროგრამები.